იმიტომ ვჭამთ, რომ გონებრივად ნაკლებად დამთავრებული ვერენ, მაშინ რატომ არ შეიძლება თეთრფერიანი ადამიანები დააკვირდეთ ეცემატიკა. ეგეთი აზრი არ გავახმოვანოთ, რომ შეიძლება თეთრფერიანი ადამიანები შეჭამოთ. მე მესმის აბსოლუტურად მესმის, მე პირადად ახლა რომ მითხრა ბავშვობაში ქართული დამიტოვებს, მაგრამ არ დამიტოვებს არასოდეს დიდი ცხოველი, ხბო მაგალითად ან გოჭიანად. ეხლა მაგალითად როგორც უდელს საერთოდ მეგზალებენ, ნებისმიერი ასეთი მართლაც შორის ქართლის დაკრის უფლებას არ აქვს, როგორც უდელს. რამდენი შემთხვევისას ვიღაცამ შეერიცხება და უნდა ვაჭამო. საქმე იმაშია, რომ რა თქმა უნდა ეს რაღაც არასასწორო ფაქტებს ვთქვამთ, რომ ყლავდა ჭამ, მაგრამ ამაში თავისი ძალიან დიდი სიღრმედეებს რომ იცოდეთ. კერძოდ რა, რომ ადამიანის სამყაროს მეუღლე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სამყაროს მეუღლე და გვირგვინია და იგი მთელი სამყარო ადამიანისათვის შეიქმნა და ესეც ცალსახად ჩანს და ამის პრობლემა დანამისნა ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, ადამიანებმა ცხოველები გააღვერდეს. ამის მაგალითები გვაქვს ინდოეთში ძროხა, ზოგიერთი სახის მაიმუნი და იქ ზოგანიანი და ასე შემდეგ. ანუ ცხოველების გაღვერთება წარმართობაში და ცხოველები როგორც სახე და ხატვი ხაებებისა ეს სამწუხაროდ ეს ამგვარი რამე არსებობდა. და აი ამ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ნოემდე წარმოვიდა ადამიანები ცხოველებს არ ჭამდნენ. ხოლო ნოეს მერე უკვე ერთი ბიბლიაში ვიღაპირა მინიშნება, როგორ აძლევს უფლებას ცხოველის ჭამს. ერთი აძლევს ერთ-ერთი მიზეზი ამისას, რომ არის ის, რომ ადამიანს გაცნობიერებული ქონოდა, რომ ის ბატონია ყველაფრის, მათ შორის ცხოველისაც, რომ არ შეიძლება ცხოველის გაფართება. იმიტომ რომ ცხოველის გაფართება საშინელი ზიანი მოაქვს ადამიანის სულისათვის და ამის ტრაგიკული მაგალითები და შემთხვევებიც არის ამასთან დაკავშირებით სამყაროს ისტორიაში. ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. თუმცა კიდევ მეორე მაინც სასიამოვნო თვითონაც ფაქტი, რომ ცხოველი იყვლება, მე ამაში დიდ სიამოვნებას ვეხედავ და სასიამოვნოა ვერაფერს ვერ ვხედავ. ახლა სხვა ამ შემთხვევაში მე თავში არ მომდის აზრი. თუმცა ადამიანი კეთილშობილი ვერ ხდება იმით, რომ ის ხორცს არ ჭამს. ამის კლასიკური მაგალითია აბოლ ჰიტლერი ხორცს არ ჭამდა. ვერა დაიკრიფის, ვერა მიწვის შორის კეთილშობილი ადამიანი. ასევე ეს არაფერს არ ნიშნავს პრინციპში. და არის კიდევ ერთი რამ, რომ ყოველთვის თქვა და დამატებები მეკო, დაკონტროლოს და ახდის, დღეს თუ ხო ის მისიდან აღებულია მისას შეერევა, მას არ აქვს ცნობიერება, და აქ მას არ აქვს უბრალოდ სული, მისიდან აღებული ბიოქმილება, რომელიც ადამიანი ღვთის სადიდებლად იმენებს, როგორც ცოცხალს, ისე ის შემთხვევაში, რომ მას საკალად იღებს. მაგრამ ამ მეორე მომენტია, ქრისტიანობაში კატეგორიულად იგზავნება ცხოველის წამება, ტანჯვა, ყურბროდ მოყვინება. საკონიარული გამოკიდებულება ბუნებისადმი. ეს ძალიან მძიმე ცოდვა იქნება, ძალიან მძიმე ცოდვა. თქვენ ნახოთ ნამოთა ცხოვრება, ერთ-ერთი მასალება, რომ ერთი პერიოდი ორას გამივიდა და ობობები იყო და მამო დაგილაგებდა და რა ობობები და გაეყარა იქიდან. არა, ასაკობ ჩემი ძმები არიან. ანუ დამოკიდებულება ძალიან ფაქიზია ქრისტიანობაში ცხოვრებისადმი, ძალიან ფაქიზია. უსაც კი არ კლავს, მორწმუნე ადამიანი, თუ ეხლა ის უზი რაღაცას არ აბიძურებს. ანუ დამოკიდებულება ესეთი. და ხოლმე იმენას პრაქტიკული საჭიროებისათვის, როცა თქვათ ის საკვებად იყენებს. აი ეს არის. ის ღვთის სადიდებლად. რომ ერთმა მოგცნეს ყველაფერი ჩვენთვის მთელი სამყარო ჩვენ მოგცნეს. ამაზე ერთი გამარჯვება